გამარჯობა. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ოროზმანში, სადაც აღმოჩენილია 1,800,000 წლის წინანდელი ადამიანების და ზოგადად ადამიანის ნასახლარის ნაშთი. ანუ ზეზოა და მზიას ტოლფასი აღმოჩენა აქ გაკეთებული სოფელ ოროზმანში, რომელიც ასევე 40 კილომეტრის დაშორებით არის აქვე, თუმცა ძველი ისტორიული დროისთვის ეს ძალიან დიდი დაშორება იყო და ეს ნიშნავს, რომ ეს ძეგლი არის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის, იმიტომ რომ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მთელი, ასე ვთქვათ, მთელი ტერიტორიის მასშტაბით აქ-დმანის ირგვლივ სახლობდა ძველი ადამიანი. კატასტროფა ის არის, თუ რა დღეში არის, ახლა ეს ისტორიული ძეგლი. წარმოიდგინეთ, რომ როგორ არის შეღობილი. ხო, შემოღობილი არის. აქ შეიძლება ნებისმიერ ადამიანი გადაძრეს და თუ რამე არტეფაქტის მოპოვება მოუნდება, უბრალოდ იმიტომ, რომ მე შავ ბაზარზე გაყიდოს, ძალიან მარტივად გამოუვა ეს. ეს არის არა მარტო ქართული ოცნების, არამედ მთელი ქვეყნის სახე. როგორ გვაქვს, ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი ფაქტობრივად ამ დმანის ტერიტორიაზე ორი ძეგლი გვაქვს ეგეთი, რომელიც ამ დროინდელი ადამიანის, ესე ვთქვათ, ყველაზე ძველი ევრაზიაში ამ დროინდელი ადამიანის ნასახლარს ინახავს ისეთი ადგილი. ხო და აი, არ ვიცი, მე მრცხვენია მაგალითად და იმედია ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ესეთი ძეგლები ამ მდგომარეობაში არ არის.